საქართველოს ტექნოლოგიური მომავალი ქართველმა ახალგაზრდებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. Როგორი იყო მათი მოსამზადებელი გზა, ანი უჩხიკიძე ამბობთ. ათასობით დაწერილი კოდი, რთული ალგორითმები და მსოფლიო ინტელექტუალებს შორის მოპოვებული საპატიო ადგილი. ინფორმატიკის 38 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა წარმატება მოიპოვეს. ღონისძიებამ 90-ზე მეტი ქვეყნიდან 400-მდე ახალგაზრდა შეკრიბა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოსწავლეებს შორის ქართველებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დატვირთული იყო მომზადება ამ ოლიმპიადისთვის. დაჯილდოების ცერემონიაზე კი რო გამოვედი, ძალიან დიდ სიამაყეს გრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ეს ოლიმპიადა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რადგან უკვე 3 წელია ვემზადები და წელს ავიღე ბრინჯაოს медаლი, რაც წინა წლის შედეგი გავაუმჯობესე. მსოფლიო ასპარესზე გასვლამდე ნაკრებმა რთული მოსამზადებელი გზა გაიარა. გუნდი ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე შეირჩა. ეროვნულ ოლიმპიადას ორგანიზებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდაჭერი ასოციაცია უწევს, ხოლო მოსწავლეთა ინტენსიური მომზადება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ნაკრები წარმოდგენილი იყო 4 მოსწავლით და 2 მათგანმა მოიპოვა მედლები. დანარჩენმა 2 მონაწილემ ასევე დაიმსახურეს საპატიო დიპლომები. ყველა წარმატება, რაც ამ ოლიმპიადაზე მოიპოვება, არის ძალიან პრესტიჟული და ძალიან საამაყო. ეს მოსწავლეები დაწყებული სექტემბრიდან ზაფხულამდე, ვიდრე ეს ოლიმპიადები გაიმართება ხოლმე, გადიან ინტენსიურ მომზადებას, ინტენსიურ კურსს ფიზიკაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ყველა იმ მიმართულებაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიადები ტარდება. პროცესში ჩართული ყავს საქართველოს საუკეთესო პედაგოგები, რომლებიც საქართველოს ნაკრებ გუნდებს საბოლოოდ ამზადებენ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და მრავალწლოვანი გამოცდილებით გამოირჩევა. მთავარი მიზანი მოსწავლეთა ანალიტიკური უნარების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებების განვითარებასა და წახალისებას განათლების სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გეგმავს. წელს მართლაც თვალსაჩინო შედეგი გვაქვს და არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე. სულ ახლახანს ჩატარდა 38 ტრადიციული საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკის მიმართულებით, სადაც კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ სასწავლო პროცესს და იმ განათლების დონეს, რომელსაც ქართული საგანმანათლებლო სექტორი აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ეს ტრიუმფი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველოს ციფრული მომავალი საიმედო ხელშია.